როცა ისინი ასევე გავიდნენ ამ სოფლიდან და შემდეგ ჩვენმა ძალებმა დაიკავეს ეს სოფელი. ამას ჩემის აზრით მოყვა აბსოლუტურად გაუმართლებელი რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან და ჯინაზე, ჩვენ ჯინაზე, იმიტომ რომ ასე აკეთებს რუსი ყოველთვის ქართულის ჯინაზე ამ რეგიონში თავის საქმეს, ისინი ისევ დაბრუნდნენ ამ სოფელში და ისევ დააყენეს თავისი პოსტები პერევის პერიმეტრზე და ისევ მოწყვიტეს ეს ქართული სოფელი საჩხერის რაიონს. ესეც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარად არის თვალებში ნაცრის შეყრა საერთაშორისო საზოგადოებისთვის პირველ რიგში და გასაღება ამ მოვლენის რაღაც დიდ ათმობად და იმის თქმათ, რომ აი ჩვენ კი დავტოვეთ ეს სოფელი და ახლა აი მეგიო კარასინის განცხადებას უბრუნდები, ნახოთ ქართული მხარე რას იზამს. რა შეხვედრინა არ ვიცი ეს ბატონ შოთას უნდა შევეკითხოთ ბატონ ბოკერიას უნდა შევეკითხოთ იმ ადამიანებს რომლებიც არიან წარგზავნილი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში აქ დიალოგი ოსებთან აფხაზებთან რუსებთან მათ უნდა შევეკითხოთ იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით ესე ვფიქრობთ გიგაბოკერიაცის საცხადოების შეიძლება პოლიტიკური მინდა გითხრათ მე არა ვარ ის ადამიანი ვისაც თქვენ უნდა გითხოთ ახლა იქ რა მოხდება იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ გაუცხოებული ვართ ამ პროცესისგან სამწუხაროდ და ხელისუფლება ყოველთვის ასე იღებდა გადაწყვეტილებებს რომ არასდროს არ ეთათბირებოდა და ანგარის არ უწევდა არავის. საერთოდ არავის მე 6 წელია პარლამენტის წევრი ვარ, მე არ მახსოვს რომელიმე თათბირი და რომელიმე მოლაპარაკება, სადაც იყვნენ ჩართულები ოპოზიციური ძალები, ან სამაჩაბლოს მიმართულებით, ან აფხაზეთის მიმართულებით. ეს სამწუხარო მოვლენა არის, თუმცა ჩვენ მე მგონი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ერთ საქმეს უნდა ვემსახურებოდეთ. ამ მიმართულებით მაინც. ამიტომ მე არა ვარ ამ გასაგებია. ეს ადრესატი. ამას გულის ტკივილით ვამბობ ნამდვილად. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ ერთგვარ კომპენსაცია გავაკეთოთ ამ გადაცემაში, თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ორივე მხარეზის ახლა ამ გადაცემაში იყოს მონაწილეობა. მე ამას რატომ კონეული მოსაზრება შემოვთავაზოთ, თუნდაც ბატონ შეხოს. მე გაგახსენებთ ამ ინიციატივას ბატონი სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებით. აბა გაიხსენეთ ბოლოს, როდის იყო ეს საბჭო ამგვარი ფორმატში მოწვეული. ოპოზიციასთან ერთად? რა თქმა უნდა, აბა გაიხსენეთ. მე რაღაც აღარ მახსოვს ბოლო 6 თვის მანძილზე. ანუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თავის დროზე ემსახურებოდა პიარს, სახელმწიფო პიარს, რომ ოპოზიციური ჯგუფები არიან. თუმცა როცა გიწევთ ბატონკია მოდით ჯერ ჩვენ ვილაპარაკოთ. საქართველოს უშიშროების საბჭოს ხდომაზე ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს ამ მე ოპოზიციის იმ ნაწილზე ხა არ გესაუბრებთ. მე გესაუბრებთ ჩემ ძალაზე, თავისუფალ დემოკრატებზე. თქვენ გინდათ მე ყველაზე პასუხი ვაგო, აქ ახლა ეს არ გამოვა. ცოტა არაეთიკური იქნება ხვდებით, ამიტომ მე სხვაზე ვერ ვილაპარაკებ, მე ჩემ თავზე გესაუბრებთ და ჩემ პოლიტიკურ ძალაზე გესაუბრებთ. როცა იყო მოწოდება, როცა ჩვენ ფიქრობდით, რომ საქვეყნო საქმე ამას მოითხოვდა, ჩვენ არ გვერიდება მოლაპარაკების მაგიდასთან დასტომა, თუნდაც მოწინააღმდეგე საპირისპირო მხარეზე იყოს ხელისუფლება, თუნდაც. თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში არ გამოდის. და ხშირ შემთხვევაში ქართულ ოპოზიციას ხელისუფლება როგორც კლასობრივ მტერს ისე უყურებს და მერწმუნეთ რომ ეს ასეა. ჩემ მაგალითზე, ჩემ თავზე ვიგრძენი დღესაც, სტომათა დარბაზში ეს. დღესაც, აი დაახლოებით 2 საათის. ეს არ არის სალაპარაკო თემა დღევანდელი ჩვენი გადაცემის, თუმცა შემიძლია ნებისმიერ დროს მოვიდე და ვისაუბრო დამოკიდებულებაზე საერთოდ. გასაგებია, ვიდრე რეკლამას გამოვაცხადეთ ბატონ შოთა, თუ გცოთ რაიმე რეპლიკა და შემდეგ უნდა გამოვაცხადოთ. ეს პირველ რიგში ყველას მინდა მიულოცო ახალი კონსტიტუციის მიღება. ეს ფართო სპექტრის მონაწილეობით იქნა მიღებული, ამაში ღებულობდა საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობას, ამას ღებულობდა ყველა პოლიტიკური სპექტრი, ვისაც სურვილი ჰქონდა ამისი. ეს დაკომპლექტების წესი თვითონ ამ საკონსტიტუციო კომისიას მოგეხსენებათ როგორ იყო და წელიწად ნახევარზე მეტი ამ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა. ამასთან ერთად თვითონ მოთხოვნა რომ კონსტიტუცია ყოფილიყო ამდაგვარი, ეს წამოვიდა ოპოზიციისგან. და ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა ეს რაც შეეხება თვითონ ფორმატ, ჟენევის ფორმატი არ გულისხმობს დეპუტატების მიწვევას ამ ფორმატში. ეს არის აღმასრულებელი სტრუქტურა, მე პირადად არა ვარ ამ მონაწილე, მაგრამ სხდომების შემდეგ ჩვენ ვიწვევთ აქ წარმოდგენილ წევრებს კომისიის სხდომაზე და ნებისმიერ დეპუტატს ღია აკარები შეუძლია დაესწროს და მიიღოს სრული ინფორმაცია ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით. მხოლოდ ინფორმაცია რომ მიიღონ მონაწილეობა გარკვეულ არ გულისხმობს ფორმატი თვითონ დეპუტატების მონაწილეობა. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაისვა პარლამენტში და იყო აქტუალური, ეს იყო ლარსის გასასვლელთან დაკავშირებით, უფრო წინ სხვა მოვლენებთან დაკავშირებით, ყოველთვის იკრიბებოდა. არც ერთ სახელმწიფოში არ არის ასე ფართო ფორმატი მონაწილეობა უშიშროების საბჭოში. ანუ ამ შემთხვევაში ეს მონაწილეობა და
მეცაც გეტყვით, ნეტა ვინმეს რაიმე კონკრეტული და კარგი წინადადებები ქონდეს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით, დიდი სიამოვნებით მოვისმენთ, მე შეგიძლიათ ამ წუთში შევთავაზო, წარმოადგინოს კონკრეტული პროგრამა ამ საკითხებთან დაკავშირებით და სპეციალურ მოწმენას გავუკეთებთ ჩვენ კომისიაში. კი ბატონო, ნუ ეხლა კონკრეტული მოსაზრებები მინდა გითხრათ. ამაოა ესე ვთქვათ, ოპოზიციონერების გულის წუხილი ამ საკითხთან დაკავშირებით. ხო, იყო წარმოდგენილი, ბატონო შოთავა ძალიან კარგად იცის 2005 წელს, 2008 წელს, როცა ბატონი ალასანია მათ შორის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იყო მოლაპარაკების პროცესში. მაშინ არა, იყო წარმოდგენილი ძალიან ბევრი მოსაზრება. ძალიან ბევრი მოსაზრება იყო მაშინ წარმოდგენილი, მაგრამ იქ შორს სამწუხაროდ ვერ კონსულტაციებში მონაწილეობას ალასანია გაეროში, როდესაც გამოდიოდა ინფორმაციებს გამოსვლებთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ჩვენი კომისია უგზავნიდა და არაერთი მადლობა არის მისი აპარატიდან გადმოგზავნილი. ამიტომ ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან თანამშრომლობთ, მეძაც გეტყვით ოპოზიციასთან, მაგალითად ხალხანს ჯონდი ბაღათურიასთან, რომელიც ასევე წინააღმდეგი იყო ამ კონსტიტუციის მიღების ერთ-ერთი ხუთისგან. მასთან ერთად ვიყავით კონფლიქტურ რეგიონში, იყო პრობლემები, რომელიც ადგილზე ვნახეთ, შევისწავლეთ, ამ მიმართულებით ეხლა უკვე სერიოზული მუშაობები მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენთვის არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, კონფლიქტების საკითხი, ეს არ არის სისტემა, ვიზეც ვინმე პოლიტიკურ ქულებს დაიწერს, ოღონდ ვინმეს რაიმე კონკრეტული წინადადება ჰქონდეს, თქვენი სტუდიის მეშვეობით შეთავაზებაც მიიღო, ოღონდ წარმოადგინო რამე კონკრეტული ამ მიმართულებით და რაზეა საუბარი, ნებისმიერ დონეზე ეს საკითხები იქნება გატანილი, მაგრამ ასეთი კონკრეტული წინადადებები მე ჯერ არ მოვისმენთ. გასაგებია ბატონო გია. მე ვპირდები ბატონო, უახლოეს დღეებში ჩვენ ვაახლებთ ამჟამინდელ საქართველოს ხელისუფალს და ხელისუფლებას კონკრეტულ ხედვებს კონფლიქტურ რეგიონებთან. რა თქმა უნდა, ამ თემებთან დაკავშირებით მე ყველა არ მოვიტანე, ბატონი ალასანიის ძალისხმევა 2005-8 წლებში. ჩვენ პრინციპში ამ ჩარჩოებში ვართ ისევ და არ გავსდენ ვართ ამ სულისკვეთებას. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით. მოლაპარაკების პროცესში იცით ჩართული იყო საკმაოდ ინტენსიურად, მაგრამ იმის იქით სამწუხაროდ საქმე ვერ წავიდა. გულის წუხის რაც შეეხება ბატონო შოთამ გიპასუხოთ ბატონო გია იმასთან დაკავშირებით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით თქვენ წინააღმდეგ მიეცით ხმა და უკმაყოფილონი ხართ, მაგრამ ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში ოპოზიციის მოთხოვნა და აკმაყოფილა და კონსტიტუციაზე მუშაობა დაიწყო ბატონო გია. ხო, ერთი ვთქვათ, რომ ჩვენ წინა პრობლემა იყო ესეთი, რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ჩვენზე იყო მორგებული. შემოთავაზება იყო, რომ გაგვეძლიერებინა პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი და ხელისუფლება გაგვენაწილებინა ამ შტოებს შორის. ეხლა ეს მოდელი მივიღეთ, რომელზეც არის სერიოზული დასკვნა იგივე ვენეციის კომისიის და ეხლა ეს მოდელი აღარ არის უკვე სასიამოვნო. თავარი არის ადამიანის ჩართულობა, ეხლა კვლევები დაგვირიგეს ჩვენ და ვნახეთ რეალურად ამ კვლევების შედეგები, საკმაოდ სერიოზულად არის ჩართული მთლიანად საზოგადოება ამ კვლევებიდან გამომდინარე ამ პროცესებში. და ეს კვლევებიც ადასტურებს იმას, რომ ეს იყო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მომზადებული კანონპროექტი. და მისაღები მთლიანად საზოგადოებრივ გარდა იმ ხუთი ადამიანისა, რომელმაც წინააღმდეგი მისცა. ბატონო გია, მოკლედ რეპლიკა და პოლიტიკური ძალის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ზეობის გასახსენებლად პოლიტიკაში. არც მეტი, არც ნაკლები. ყველაფერი გაკეთა იმისთვის, რომ როცა ამ ადამიანს 2013 წლის დეკემბერში გაუვა უფლებამოსილების მეორე ვადა, საპრეზიდენტო უფლებამოსილების გულისხმობ, იგი ერთი საوارძლიდან მეორე საوارძელში ძალიან კომფორტულად გადაბარგდეს. ამისთვის კეთდება ყველაფერი. ყველაფერი გაკეთა. ამაში უმრავლესობასთან ერთად, თქვენ ეთერში ამაზეც მაქვს ნასაუბრები, მე მონაწილეობა მიიღეს სხვა პოლიტიკურმა ძალებმა, დღეს წარმოდგენილმა საქართველოს პარლამენტში და საინტერესოა, რომ უმრავლესობის წევრმა წინააღმდეგი მიცა ამას ყველაფერს და უმცირესობის წევრმა ხარი დაუჭირა. აი ეს არის ჩემთვის ცოტა საცნაური, ხვდებით? მე რას ვამბობ? რა არის საცნაური? გეკითხათ თქვენი კოლეგები სათამაძლევენ ისინი ხმას, თქვენთვის ცნობილია? მე ვერ გავარკვია ეს სიმართლე გითხრათ და ამის კვლევაძიებას თავი გავანებე. თავს აღარ დავიღლე ნამდვილად. მათ უმრავლესობასთან ერთად ქვეყნის მომავალზე აი ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. გასაგებია კონსტიტუციაზე საუბრობთ და უნდა დავასრულოთ. ერთი განცხადდეს რა არის თვით თვითონ ალიანსი წინა არჩევნებში ადგილობრივში შეღებულობდა მონაწილეობა. შედგებოდა სამი სუბიექტისაგან. ეს იყო მემარჯვენეები, რესპუბლიკელები და თვითონ ალასანია. სამივე სპექტრის პოლიტიკური მოთხოვნა იყო აბსოლუტურად სხვა. მემარჯვენეები კონსტიტუციურ მონარქიას მოითხოვდნენ, რესპუბლიკელები საპარლამენტოს და ალასანია მოითხოვდა საპრეზიდენტოს. ანუ
აქ თვითონ ისეთი აჯამსანდალი ქონდა, რომ ეხლა რა პოლიტიკურ სპექტრს ველაპარაკებით, საპრეზიდენტოზე უნდა უკან დაბრუნება, ისევ საპარლამენტოზე თუ ისევ მონარქიაზეა საუბარი, ეს უბრალოდ გაუგებარია და ამიტომ როდესაც ჩამოყალიბდებიან